არ შემიძლია არ მოუყვე იმ ემოციის შესახებ, რომელიც მე თავად გამიჩნდა, როდესაც მარკლევი მიყვებოდა მამასთან ურთიერთობაზე. მამამისი იყო სწორედ მისი ერთ-ერთი პირველი რედაქტორი, საერთოდ მინდა აღნიშნო, რომ მამამისი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება მის ცხოვრებაში. უკვე მეორე საუბრის დროს მან გაგვიზიარა ის ისტორია, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ დაეწერა მამამისის შესახებ წიგნი, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომს შეეხება, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მინდა დაუბრუნდე ისევ და ისევ პირველ წიგნს, იმიტომ რომ პირველი რედაქტორი იყო მამა და ეს კავშირი მამასა და შვილს შორის იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ამ პერიოდს მწერალი იხსენებს როგორც საოცარს, უჩვეულოს. ამ პერიოდმა მას ძალიან ბევრი რამ მისცა, არა მხოლოდ როგორც მწერალს, არამედ როგორც ადამიანსაც. ის მართლაც ლიტერატურის მოყვარული ადამიანი იყო. უზამოდ კარგი მკითხველი იყო. ყოველდღე კითხულობდა. ალბათ კვირაში 2-3 წიგნს მაინც ასრულებდა. მახსოვს მუშაობის დროს, როდესაც უბრალოდ რაიმეს შემისწორებდა, ძალიან კეთილგანწყობილი იყო და სულ მეუბნებოდა. ჩემი აზრით ასე უკეთესია. არასოდეს მეუბნებოდა პირდაპირ. ეს ასე უნდა იყოს. როდესაც ვინმე გეუბნება რაღაცას, როდესაც რამე ისე არ გამოგდის ან ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ღირს იმის გაბედვა და კითხვა რატომ. თუ ადამიანმა გიპასუხა რატომ, დიდი ალბათობით ეს ძალიან კარგი რჩევაა, რომელსაც უნდა მოусმინო. თუნდაც თუ არ ეთანხმები, მაინც გეცოდინება მიზეზი, იმიტომ რომ აგიხსნეს. მაგრამ როდესაც ადამიანები გეუბნებიან ეს უნდა იყოს ასე, ეს უნდა იყოს ისე და შენ ეკითხები რატომ, ისინი მხოლოდ გიყურებენ და ვერ გპასუხობენ. დიდი ალბათობით მათი კომენტარი უფრო ეგოზეა დაფუძნებული ვიდრე რეალურ საჭიროებაზე. ვიცოდი რომ მამაჩემი არასდროს მეტყოდა ისეთ აზრს თუ ვერ უპასუხებდა კითხვას რატომ. და მეც ვეკითხებოდი, არა დაპირების მიზნით, არამედ იმიტომ რომ სურდა მესწავლა.